მოგესალმებით მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებელს აშინახავთ ბედნიერება და სიხარულით მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ ქართველებს დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამა დავით კონჯარია ყავს სტუმრად, ადამიანი რომელიც აი პოლონეთის სამრევლოს არის გადაყოლილი და ისინიც აქტიურად ესეთი გახარებული არიან, სხვათაშორის რაც იქ დაინიშნა მამაო და დიდ მადლობას მოვახსენებ. ამისაც დიდი მადლობა მამაო იმისათვის რომ ხართ და უკვე აი ეგ არის ჩვენი მოღვაწეობა და ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაცდით მამაო და რა მაგარი ის არის მახსენდება რომ იმ ერთს რომ მიუბრუნდა მაცხოვარი რა ერთი ადამიანის რო დაკარგვა აი ეს ადამიანები რო იქ წავიდნენ და იქაც რო გაქევით აი ეს არის ჩვენი ქართული ეკლესიის ყველაზე დიდი მონაპოვარი რომ აი ჩვენი მოსახლეობა ის ადამიანები ის მართლმადიდებლები სადაც არ უნდა წავიდნენ აქედან ჩვენი ეკლესია აუცილებლად სასულიერო პირს აყოლებს რომ იქნებ რა უჭირს და როგორ ჭირდება რაღაც და ჩვენი ქვეყნის მასშტაბი წარმოვიდგინეთ ვეცადეთ და ყველა ქვეყანაში თითქმის ყავს სასულიერო პირი წარგზავნილი და არაერთხელ მithქვავს იმიტომ რომ ადამიანებს ზოგ ქვეყნებს ელჩები აყავთ ყველა ქვეყანაში და ჩვენ წარმოვიდგინეთ აი ესეთ პატარა ქვეყანას რა ყავს წარმოიდგინე ყველა უცხოეთში მყოფი ქართველისათვის დამხმარე სასულიერო პირი გაგზავნილი და მამაო თუ შეიძლება რო არ მოვეფერო ამ ადამიანებს და რო არ თქვათ ერთი ორი სიტყვით მაინც რას მოღვაწეობენ იქ ვიცი რომ პოლონეთის ძალიან ბევრი არიან არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარი ქართველები და მართლა ერთი დრო მოვა და აუცილებლად მე თქვენთან ერთად წამოვალ იქ და ამ ყველას ადამიანს რაღაცნაირად განახებთ კიდევაც ამხელა ღვაწლში არიან ისევე ჩვენს გამო რა თუ შეიძლება მამაო რომ რაღაცნაირად ამ ადამიანს მოეფერო და მე განვაგრძოთ ისე საუბარი. ძალიან საინტერესო თემაა ეს იმიგრაციაში ჩვენი ეკლესიის არსებობა და როგორც თქვენ ბრძანეთ, სადაც ქართველი წავიდა, პატრიარქმა ყველგან მღვდელი დააგზავნა, გააყოლა რო იტყვიან რომ ესე იგი სულიერად ადამიანები არ მოწყდნენ თავიანთ დედა ეკლესიას და იქიდან დაბრუნდნენ უკვე სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებულნი, ანუ სულიერადაც ფიზიკურადაც ძლიერები ჩამოვიდნენ და აი ესეთივე მდგომარეობა იყო პოლონეთში, როცა ჩვენი უამრავი თანამოქალაქე ბრძანდებოდა, ვერ ხერხდებოდა, რადგანაც გარანტიები სასულიერო პირის არსებობისა არ იყო, რთული არის ეს ძალიან საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ჩვენ კიდე იმით მოვახერხეთ რომ ჩვენი მეგობრები იყვნენ დაინტერესებული რაღაცა ერთი სულის ხალხი შევიკრიბეთ და ესე მოვახერხეთ რომ უკვე 3 წელი სრული 3 წელია რომ დაახლოებით 9 ქალაქში ფუნქციონირებს ქართული სამრევლო და ყველა აი განსაკუთრებულად ჩართული არის არ მინდა რომ გვარები და სახელები დავასახელო, იმიტომ რომ ვიღაცა გამორჩება რა. ხო, იმდენი არიან რომ აუცილებლად გამორჩება და ვიღაცას გული დაწყდება და არ ვიქნები მართალი ძმების წინაშე, მაგრამ მინდა ვთქვა რომ აი რა მოხდა, რა პროცესები გავიარეთ, გიორგი რომ ესე იგი ჩვენ როდესაც მოვედით, აი ეს ღია ესე ცარიელ მინდორზე მოვედით და არც წინამორბედები არ ყავდა სხვათაშორის პოლონეთში, ქართველი სასულიერო პირი ბოლო რომელიც მოღვაწეობდა გახლდათ ჩვენი სულმნათი გრიგოლ ფერაძე, მის შემდგომ ქართულ სასულიერო პირს არ მოღვაწეა პოლონეთში ერთი ქართული მისიით და ჩვენ რომ ჩავედით, აი ესე იგი დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა და ძალიან საინტერესო მოვლენები მოხდა, რომ დიასპორა არჩევნები მოხდა, დიასპორის ახლა წელს მოხდა და ის სამრევლოდან მოხდა ამ ადამიანების არჩევა, იმ ადამიანების, რომელნიც აქტიურად ჩართული იყვნენ ყოველდღიურობაში აი ქართულ სამრევლოს და ქართულ ესე ვთქვათ ერთობის საქმეში და თავმჯდომარე ახლად არჩეული არის თორნიკე ცირეკიძე, ახალგაზრდობის ელჩი იყო პოლონეთში, მისი მოადგილე არის მამუკა გვასალია და ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ესენი არიან თავგანწირული ადამიანები, აუცილებლად უნდა ვთქვა დავით გამცემლიძის შესახებ, ბატონი დავითი, რომელიც არის ძველი თაობის პლიადის წარმომადგენელი, ისევე როგორც პროფესორი დავით ყოლბაია, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი არის, ეს არიან ის ადამიანები, დავით ადამაშვილი, რომელნიც აი ძველმა, აი გრიგოლ ფერაძის მერე ეს პირველი ქართველები იყვნენ, რომელთაც აი დასახდნენ. დიახ 80-იანების 90-იანების გაყრის აი მაგ დროს ჩავიდნენ ზვიადის დროს რომ მოუწიათ შემდგომ წასვლა საქართველოსდან და აი უკვე იქ მოღვაწეობდნენ და ქართულ სულს ამტკიცებდნენ, ამაგრებდნენ და უნეტარესი საბა მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა ძალიან დაინტერესებულია, უზომოდ უყვარვართ, ძალიან სურს რომ ქართული წირვა-ლოცვა ისმოდეს ვარშავაში და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს და დღეს აი
მამა ჰენრიკი პაპროცკი, ეს არის პოლონელი მართლმადიდებელი მღვდელი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა გრიგოლ ფერაძის კანონიზაციაში, ის და ასევე ეს არის გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი არის მამა ანატოლი. 60 წელია როგორც მღვდელია ეს კაცი. აი უნეტარესის გრიგოლ ფერაძის ესე იგი გრიგოლ ფერაძე ვისაც უკითხავდა ლექციას იმას ისინი უკითხავდნენ მამა ანატოლის უნეტარესის თანაკურსელია უნეტარესის აბასი და ესე იგი ეს ხალხი არიან აი ხელის გულზე გვატარებენ რო იტყვიან აი ძალიან სურთ რომ გაძლიერდეს ქართული მისია და აი ესე იგი დიდი მადლობა მინდა უთხრა ქართულ სამრევლოს დედებიც არიან ძალიან ბევრი წარმოდგენილი ძმები არიან ქართველები რომელნიც ძირიანად არიან ჩართულები და ძალიან საინტერესო მოვლენას ექნება ახლა ადგილი ესე იგი ჩვენ ხერხდება ის რომ არათუ აქედან იქ წავიდეთ ახლა მომლოცველები აქ ჩამოყოს და ჩვენი ტაძარიც ისტუმრებს მათ და ისა ლაქერნობას მოდიან დიახ ლაქერნობას მოდიან 15 ივლისს რომ მოილოცონ ქართული საქართველოში მყოფი სიწმინდეები და პეტრე პავლობას აი სტუმრად მოვლენ ჩვენს ტაძარში მომლოცველები აქვს სურვილი რომ დაესწრონ სხვადასხვა ტაძრებში წირვალოცას ეზიარებიან და რა თქმა უნდა ჩვენი ქართული მრავალხმიანობით დავხვდებით და სტუმარი ღვთისა და რა თქმა უნდა მასპინძლებთ და ესე იგი ხო რაღაცა აი დიახ ეს ძალიან საინტერესო არის სამრევლოების ერთმანეთთან დაკავშირება ეს ძალიან დიდი საქმეა და აი ესეთი საინტერესო არის ჩვენი ტაძარი დამეგობრებული არის ახალქალაქის სოფელ გოგაშენთან ჩვენ ძალიან გვიწევს იქ წირვალოცას მაღალყოლა დუსამდელოს ახალქალაქის კუმურდოს და კარის მიტროპოლიtis ნიკოლოზის ლოცვა-კურთხევით მე მიწევს წლებია იქ გოგაშენში ჯავახეთში წირვალის ჩატარება და დამოყრებულნი ვართ ეს სოფელი და ჩვენი ტაძარი აი ახლა ესეთივე პროცესები გარემართება აი პოლონეთის მიმართულებით და ძალიან საინტერესო არის ესე იგი ჩვენ როდესაც საუბრობთ გიორგი მრევლის ესე ვთქვათ სიძლიერეზე და ქართველი ადამიანი ძლიერი არის როცა მას ყავს თანამდგომი ადამიანები მის გარშემო და აი მე ჩემი თავით მინდა გითხრათ მე პირადად როგორც რიგირდ ქართველს აი 50 წლის ავხდები და არც ერთი დღე თანადგომის გარეშე არ მიცხოვრია რა ქართველისთვის ყოველთვის იყო ხელის მომწოდებელი ჩვენ ესე ვართ ქართველები ყოველთვის გათითოკაცებულები არა ვართ ჩვენ პირიქით ვართ ერთმანეთთან ახლოს და რაც უფრო ეს წრე არის ესეთი რუსული გამოთქმა არის ესეთი არ კონდესო 100 მანეთი არამედ ყავდესო 100 მეგობარი ყავდესო ხო და აი ეს 100 მეგობარი ყავს ქართველს რა ნამდვილად რა და აი ეს ქართველები ამით გამოირჩევით და აი ეს თანადგომა ყოველთვის მოდიოდა სამრევლოებიდან იმიტომ რომ ის სამრევლოში არის ყველა პროფესიის და ყველა ესე იგი მოხელი ადამიანი რომელიც თუ ესე ვთქვათ ვიქნებით მრევლი გარდა იმისა რომ ღვთისკენ ღმერთთან მიახლებისას მოყვასაც მივიახლებით და გავძლიერდებით და აი ესე მტკიცე იქნება ადამიანი და ჭეშმარიტი სარწმუნოება გვებოძა და მარად უნდა გვიხაროდეს ამ სიხარულით უნდა ვცხოვრობდეთ არ უნდა მოვიწყინოთ რომ რაღაცა ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა სხვათა შორის ახლა აი გაგიკვირდება ესე იგი პოლონელები თვითონ პოლონელები სამუშაოდ მიდიან შვედეთში ამერიკაში ხო ესე იგი მამა ილია ჩადუნელთან სტუმრად გადავედი ვარშავაში ვიყავი ავსტრიაში და მრევლმა მითხრა იქაურმა რომ ავსტრიელებიო მიდიანო სამუშაოთო არა ესე იგი ხო ავსტრალიაში მიდიანო სამუშაოდ სოფლები იცლებაო უკმაყოფილებენ ავსტრიელზე არის ლაპარაკი წარმოიდგინეთ ახლა ავსტრიელი წუხს იმის გამო რომ სოფელი იცლება ავსტრიაში ანუ ესე იგი სამუშაო ესე იგი მიგრაცია ეს არის მთელ სოფლიოში დღეს ანუ ყველგან ყველა მოძრაობს რა ესეთი გაპატარავდა სოფლიო და ადამიანები მიდიან მაგრამ აი ახლა იგივე ჩემი უახლოესი ოჯახის წევრები არიან ამერიკაში დიშვილები ხო და აი ერთ-ერთად დიშვილმა მითხრა რომ მე რომ ამდენი მემუშავაო საქართველოშიო რასაც აქ მუშაობ
მეო ბევრად მეც ვიშოვიდიო და სხვათა შორის ყველა ქართველი ბევრი აი გულახდილად გეტყვით გიორგი ბევრი მეუნება რომ მუშაობის კულტურა მე ვისწავლე ევროპაშიო რა შრომავ იმიტომ რომ დაფასება არ არის მამა აი ამდენს რო აფასებდნენ აი იმას რო აფასებდნენ მართლა რომ დღე და ღამე რო შრომობ და 300 ლარს რო გათლებენ თვეში იმისავე ამერიკელიო 3000 განს ეგ რო იყოს უფრო სხვანაირი გეთანხმები აი მომისი გეთანხმები მაგრამ დღეს 300 ლარს უკვე არავინ აღარ იძლევა ელემენტარულად ეს ბევრად 5 ჯერ არის გაზრდილი 300 ლარი ყველა სამსახურში და ადამიანი თუ ამ თემას მე რასო ვიცი არა არ გადაუხვევ მაგრამ თუ კი ოჯახის წევრები ყველანი ვიმუშავებთ თუკი აი მე რასო ვიცით აი მე ვთვალ წარმოშობით აფხაზეთის რაიონიდან გულრიფშელი ვარ ეს არის ქალაქური ტიპის უმშვენიერესი აი ავსტრიას შემიძლია შევადარო თავისი სილამაზით აი არაფრით არ ჩამოვარდება ტბებით აი საკურორტო ზოლები და ასე შემდეგ ესე იგი და რას მინდა გითხრათ ჩვენ სოფელში ესე იგი იყო თუ ვინც შრომობდა იმას ჰქონდა ყველაფერი რა და ვინც არ შრომობდა იმას არ ჰქონდა აი ესეა რა იშრომებ გექნებ ადამიანები იყვნენ ძალიან წარმატებული რომელთაც ჰქონდათ შემოსავალი თავისი პამიდორი ჰქონდა ბატონო სახში თავისი წიწილა ყავდა თავისი კიტრი ყავდა თავის ლიმონის ძირები ჰქონდა ლიმონის მოლა ძალიან რთულია რას ვამბობ ვიცით რომ ადამიანები შრომობდნენ სახელმწიფო სამსახურში მაგრამ პლუს მაგას აგრარული მეურნეობა ანუ ეს სოფლის მეურნეობა თავისი ჰქონდათ შრომობდნენ ანუ შრომა არის საჭირო აი ღმერთმა ქართველებს მოგცა ყველაფერი აი აბსოლუტურად საქართველოს აქვს ყველაფერი მოცემული შრომა არის საჭირო ახლა თუ არ ვიშრომებთ რანაირად გვექნება და თუ აი რა თქმა უნდა დღე და ღამე არის შრომა საჭირო რა ისეთი არა შრომა რომ 1 საათი იმუშავებ და 23 დაისვენებ პირიქით უნდა იყოს და მაშინ რა თქმა უნდა მაშინ იქნება რა თქმა უნდა ესე იგი შედეგი რა და ჩვენს გარშემო ნახოთ ვინ შრომობს ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, მე მყავს სამრევლოში ადამიანები, რომელნიც ქირით ჩამოვიდნენ თბილისში და დღეს მათ აქვს საკუთარი ესე იგი ბინა, სამსახური არაჩვეულებრივი, ვინ შრომობს ისინი და კიდევ ახალ ბინებს ყიდულობენ და მიწას ყიდულობენ, ამას გულახდილად არ ცხოვრობენ უცხოეთში. აქ შრომობენ და მე მინდა რომ არ წავიდე. ხო, არა, ამას იმდენ ვლაპარაკობთ, რომ განამართლა ეგრეა. არა, აქედან წასვლას აზრი არ აქვს. დღეს უკვე აზრი არ აქვს, არსაც წასვლას, ადრე 90-იანებში ქონდა აზრი, ნამდვილად, იმიტომ რომ აქ არაფერი არ იყო მაშინ, რთული იყო, ოჯახი შეგენახა და ჩვენი ესე იგი ემიგრანტები, რა თქმა უნდა, უდიდეს საქმეს აკეთებენ, მოდი ესე ვთქვათ, ისინი ინახავენ საქართველოს ის რომ ლარი ესეთი სტაბილური არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიდიხარ მე მგონი მამა სხვასაც ეხმარები რა არა ბუნებრივია შრომობს სხვას ვერ ეხმარები შენ თავს ეხმარები მაგრამ გიორგი არის ერთი მნიშვნელოვანი რამ მე თუნდაც იმით ეხმარები რომ შენ არ აწევ აი მე ახლა არა იცი და მინდა გითხრა შენ აი ახლა მაგალითად შენ პირადად ძალიან დიდ როლს ასრულებ ჩემთან ურთიერთობაში, ბავშვებთან ურთიერთობაში. აი წარმოიდგინე ახლა შენ რომ წახვიდე უცხოეთში, ესე იგი შენს გასაკეთებელს ხო და არ უნდა წახვიდე. აი რა შეიძლება საქმე რომ აი ახლა მე ვეუნები კაცო, ჩემს დედამ იმას ნათესავი მე იმ ქვეყანაზე იმდენი მყავს. ამ ქვეყანაზე ბავშვებმა თუ ერთმანეთი არ ნახეს, ბიძაშვილი თუ არ ნახა, დეიდაშვილი თუ არ ნახა. დედმამიშვილის სიყვარული ერთმანეთის თუ არ ვანახეთ ჩვენ შვილებს ცხოვრება რაღა არის მითხარი რა ხო მაგას მამიდას ბიცოლას დეიდაშვილს მამიდაშვილს ბიძაშვილს ერთმანეთს ხო დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენ ხომ რო ვიზრდებოდით ეს ხალხი ხო ჩართული იყო ჩვენს აღზრდაში და ჩვენ ვიყავით ძალიან ძლიერები და ვართ კიდევაც და არ დაგვაჭიროს თუ არა ერთმანეთისთვის მზად ვართ ხო ყველაფერი და აი ეს წასვლა დიდი ხნით არ არის სწორი რა თქმა უნდა მიიღო განათლება რაღაც გეგმით წახვიდე კი ბატონო გეთანხმები რაღაცა გეგმა შეასრულო და მალევე უნდა დაბრუნდე შენ აი დაბრუნებას რო ვერ ახერხებენ ეგ მაღაზიამ ხო არ უნდა ესე იგი არ უნდა ეს შეეგუო იქაურობას და რა თქმა უნდა მაგაში 1000% და აი ეკლესია ასრულებს ამაში ძალიან დიდ საქმეს მარად მოძღვრები შთააგონებენ რომ სამშობლოს სიყვარულს
პირველ ყოვლისა იმ აღმატებულობას, რომელიც აქვს ჩვენ სამშობლოს, იმ წეს ცხოვრებისას, იმ რაღაცა ტრადიციებს ჩვენსას საცხოვრებლად, გულახდილად მოდით ვთქვათ, აი სად არ დავდივარ, მაგრამ აი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე საცხოვრებლად საქართველოს ადგილი არ ჯობია რა. არა, მაგაში დავეთანხმ, ხო? არა, საუბარი არა. აი ასე მოკლე თუ მატერიალურად არ შევხედავთ ესეთი ლამაზი ადგილი და ქვეყანა, ხო? მე არ ვიცი ქართველი ზეცაში რომ მოხდება, რაღა უნდა გააკვიროს უბრალოდ. იმდენად სამოთხეში ვცხოვრობთ, აი ამ პატარა ესე ვთქვათ მონაკვეთში, აი ვამბობ ხოლმე რომ კაცო ყინვა გვაქვს, თოვლი გვაქვს, სხვა გვაქვს, თა გვაქვს, უდაბნო გვაქვს, ტყე გვაქვს, ყველაფერი აქვს საქართველოს, ხო? ხო და აი ესე იგი ერთი ამბავი მინდა კიდე გიამბოთ რომ ესე იგი აი პოლონეთში ესეთი ამბავი მოხდა რომ ეს ქართველის ამბავი ხო იცი ახლა არ შეუულია სიყვარული არ გამოხატოს და რომ წავიდა სამუშაოდ და რაღაცა და იქ თავისთავად ახლა ნახა რომ პატიოსნად მუშაობს ახლა დააწინაურა უფროსმა დაუახლოვდა უფროს რაღაცა უთხრა რომ მეეო რო წავალო სახშიო და ეს საბუთები რო გამეწყობაო დაკპატიჟებო მაშინ მაქვსო რა ქვიაო სახლის ზღვის პირას მაქვსო მეეო ისაო სახში დაკპატიჟებო ზღვის პირას მაქვსო მე კიდე სოფელში აგიყვანო თაშიო რა და ეს კაცი ეკითხება რომ იქო ვისთან მეპატიჟებიო იქო ზღვის პირზეო და იქ თაშიო რომ მეუნე ვის სახში მეპატიჟებიო და რას ქვია ვის სახში გეპატიჟებიო ჩემ სახში გეპატიჟებიო და ამ კაცმა უთხრა რომ კაცო თუ ეს გაგაჩნია მომისმინეო აქ რატო ჩამოდიო აქო მითხარიო რა სახლი თუ გაგაჩნიაო და აგარაკი გაგაჩნიაო ადამიანო ჩვენო პოლონელები მთელი ცხოვრება შრომობთო იმიტომ რომ ეს რაღაცა შევიძინოთო რა ქირით ცხოვრობთო გირით ცხოვრობთო ბანკით ცხოვრობთო რაღაცაო და ეს თუ გაქვთო აქ რაღა გინდათ ხალხმო რა გამაგებინეთო რა და აი დღეს ნამდვილად ის დრო არის რომ ადამიანი ესე იგი თავის სამშობლოში მუშაობდეს ესე იგი გაისარჯოს ფიზიკურად დაიტვირთოს დაფიქრდეს ამერიკაში 2-3 სამსახურში მუშაობენ ადამიანები ერთი სამსახურიდან რომ მოდის მეორეში მიდის აი ესეა რა უნდა გაისარჯო მე მახსოვს ახლა რა მოსატანია ხა ჩემი ისა რა ქვია ამბავი მაგრამ შვილები რომ მეყოლა პირველი ორი შვილი 4 ადგილას მუშაობდი ყველგან ვაგვიანებდი მეჩხუებოდნენ რა ერთი არ იმას შეურაცხყოფას არ მაყენებდი მაგრამ ვაგვიანებდი მე დავითნიობას ვერ ვატოვებდი არ შემეძლო რომ მე დავითნი არ ყოფილიყავი ვამბობდი რომ მოვკვდები სულიერად მეთქი მაგრამ ეს მე დავითნიობით რა უნდა მქონოდა ხო და არაფერი და ბავშვია და ხო და ეს მე დავითნიობით და იქ დარაჯად მუშაობდი იმ დარაჯობაში მე თან სწავლობდი სემინარიაში და კიდე 2 ადგილას მუშაობდი საწყობში რაღაცები მებარა და სხვადასხვა ადგილაზე სულ მაგვიანებდი და სულ ისა და აი ესე უნდა იყოს ადამიანი სულ შრომაში უნდა იყოს და სულ რაღაცას უნდა აკეთებდე და მაშინ იქნება ახლა აი სახში ჯდომით რა გამოვა არაფერი ერთი არ გამოგივიდა მეორე მესამე და აი ესე უნდა გავისარჯო და მოვითმინოთ მამო ეს რა არის მე გეტყვით ერთ რაღაცას გეტყვით ნუ ერთიანში ასე მსახურება ეს საქმე რომ თქვენ რომ ამბობთ რომ აქაურობას ვიღაცა ტოვებს და სხვა ვიღაცა ავსებს ხო ვიღაცა პაკისტანელი ის ეხა არ ეკონო თუ რაღაცნაირად ის მაგრამ ეგრე ხდება ხოლმე აი სამწუხარო ჩვენ და ეხა ჩვენთან ადამიანები მამო არ ფასდება შრომა ოღონდ აი სხვანაირად აი სწორად გამიგეთ ეხა რასაც ვამბობ მამო ნახეთ აი ჩვენთან მაგალითად ადამიანი რომ მუშაობს თან რა ვიცი მსახურობს თან იმაშობა თან მაქსიმალურად იყენებენ შენ ენერგიას და მინიმალურ ანაზღაურებას გაძლევენ ამაში და ეს რაღაცნაირად გულს ტკეს ადამიანის სისუსტეებს აჩენს მამაო და მე შემდგომ ამას გაურბის ადამიანი და ხდება უცხოეთში მამაო სამწუხარო ჩვენ ესე ხდება ხოლმე და ეს მე მესმის მათი მამაო იმიტომ რომ ყველას ვერ მოთხო მამაო იმას ეხა თქვენ რამ ხრისთან საუბრობთ სულიერების ხრივ და ერის სიყვარულის ხრივ მაგარი მართალი ხართ მაგრამ ისიც მართალია რომ აი ამხელა მონატრების ფასად მამაო ამხელა ჯვარცმის ფასად როგორია ეხა თქვენი შვილი საღამოს რო არ ნახოთ მამაო გული გაგიჩერდება ზუსტად ვიცი და თქვენი მეუღლე და ოჯახი და მე კი არა მრევლს რო ვერ ნახულობთ ცუდად ხდები ხოლმე ვაიმე დედაო ის პოლონეთში ვიყავი მრევლი მომენატრაო ხო და წარმოიდგინეთ მამაო ადამიანი თავის შვილებს მეუღლეს იმას ტოვებს და მიდის აი რამხელა სულიერ იმაზე მიდის აქვია ჯვარცმაზე მამაო რამხელა ტკივილებია მამაო ამის უკან იმის გამო რომ ისინი სემშიერი არიან რამხელა გმირები არიან მე ვფიქრობ რომ არც ერთი საქართველოში მყოფი თანამდებობის პირი აი ნებისმიერი მინისტრი იქნება ეს სახელმწიფო რა ვიცი
არც ერთი არ აკეთებს მაგხელა საქმე საქართველოსთვის, რასაც ქართველი ემიგრანტი უკეთებს დღეს საქართველოს. იმიტომ რომ ვიღაცა მინისტრი არის 2 თვით, 3 თვით, რაღაცა 1 წლით, ეხლა თან მოდაშია უკვე კვირებით მოდიან ხოლმე, მაგრამ ეს ადამიანი მიდის 10 წლით, მამა, როგორი ამონატრებასთან ერთად დაძინება, მამა? როგორია, აბა, წარმოიდგინეთ, მამა. გიორგი, აი როგორც შენ ახლა შენთან საუბრობ, ასე მაქვს აი ესე ცოცხალი შეხება თვეში რამოდენიმე დღე ან ერთი კვირა ვარშავაში ჩემს მრევლთან. ახლა მე მათი ცხოვრების ის ვიცი და რატო ბევრი აი ჩვენ ხო გონია რომ იქ გაკეთდნენ და წავიდნენ. არ არის მასე საქმე რა. ვერ გაკეთნენ გიო. ბევრი კი, მაგრამ აი საქმე კი, მაგრამ ნახე რა შეა საქმე. რასაც შეპირდნენ რო ჩავიდა, მე ხუთედი არ დახვდა ის. და წავიდა და ვეღარ ბრუნდება აქეთ რა. რითი დაბრუნდეს? ამდენი წელი გავიდა და ის 1000 ლარი არა გამოგზავნილი სიტყვაზე წლები გავიდა რა. აი ესეთი სამწუხარო შემთხვევებია, ბევრი ასეთი ადამიანი არის უცხოეთში, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს და ვერ მოდის აქეთ, იმიტომ რომ ყველა ხელებში შეყურებდეს იქნება. და წავიდა და მოტყუდა და აი ეს რაღაცა ლამაზი სურათები რო ნახა, გადაღებული და რაღაცა კვირა დღეს და ცრემლებით უკან რო არის სინამდვილეში და გამწარებული გაღიმება რო არის. აი ეს არის ის ადამიანმა და შენ ხო ხარო ეგე რო გაღიმებულიო, აქედან გონია ქართულს რო იქ რო გაღიმებული იღებს ის ქართული სურათს აშენდა ეგე რო და მიდის და არ არის მასე. აი მე მაგას გეუნები ძმებო და დებო რომ ჩემო მამულიშვილებო ახლა ემიგრანტებიც გვიყურებენ და დამეთანხმებიან რა. არ არის ესე საქმე რა, სამწუხაროდ არა მასე საქმე, იმიტომ რომ იქ რომ თავი შეინახო, ბევრად მეტი უნდა იშოვო, იქ ქირა გინდა, ის გინდა და მაგრაგზდის მამო. კი, ძალიან გდის, კი ბატონო და მაგრაგზდის, აი ემიგრაციიდან ჩამოსულზე ყველა გიყვარს, აი რო დაფრინდელად ვიფინაო შემოსასვლელში ის პოლიციელი ვიღაცა ყველა სხვანაირად. იმიტომ რომ შენიანია კაცო, დაბრუნდი იქ ყველა უცხოა. და შენ არაფერი არ ახარ და აქ ყველაფერი ხარ რა და გინდა იყვირო რა შენ გენაცვალე ჩემო სამშობლო და რა ის არის ტკივილია რა ეს მე სულ რომ მივდივარ ამ ტკივილს განვიცდი რა მიწავი და წამოვიწავი ისეთი ცუდად ხდები უკვე რომ მივდივარ სამშობლოდან იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება რო ხარ სამშობლოში თურმე და ესე იგი არ უნდა მოტყუდე არავითარ შემთხვევაში და აი ამ ბედნიერებაზე აი ამ სიხარულზე ამ ურთიერთობაზე ამ მეგობრობაზე ახლა ძალიან ცოტა ხანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე რა არის 80 წელი და 90 წელი ცხოვრობს რა ცოტა ხანი უცებ გარბის ეს წლები და რაღაცა აი მეზობლის მეგობრის აი ამ სიყვარულის შენი ეკლესიის შენი სამრევლოსი და რაღაცა იცით რა თქვენ ამბობთ რომ აი ნახეთ ისა არ ფასდება შრომა აი უნდა გადაკვალიფიცირდე რაღაცა აი ხელობა როგორ დაფასდა ქვეყანაში ებრაელი შვილებს ხელობას ასწავლიან, იმიტომ რომ ესე იგი რომ დაჭირდეს ნებისმიერ მზადად. მაგაზე მაგარი ისტორიას მოდი. ჩვენ აი ახლა ხელობა როგორი დაფასებული არის. თქვენ ამბობთ რომ არ არის და აი აიღე ქვის დამგები, აიღე ღებოას ვინც აკეთებს, ვინც კაფელს აგებს, ვერ ნახავ, რო ეძებო კაფელის დამგები, სამი თვე არ წალიათ რა. და რა 50 ლარიდან იწყება. კვადრატული. ესე იგი წარმოიდგინე დღეში რომ დააგოს ადამიანმა ერთი 4 კვადრატი 200 ლარი ხო არის? 200 ლარი ლამაზად გამოწკეპილი წავა ის სახში დეპუტატის ხელფასით. ხო, არა, გესმის რომ არა ესეა რა. უნდა გადაკვალიფიცირდე. ხო, მაგრამ მამო, აი ყველაზე მაგარი რა, ერთს გეტყვი, თუ შეიძლება გიხდი რა. ხო, იცი ქართველის ის მამო, რომ აი იმას ვერ იტანს სხვა რომ რაღაცა გიბძანებს ისა. ო, ეგ არის. აი ეს ხო, აი ეს ვერ გაითავის ადამიანი. ეგ კი არა, აი მამო, რო იძახებ ნებისმიერ იმას, ხო, რაღაცა აი იცი როგორ გელაპარაკება, რომ აი პატივი მეცი, აუნდაც ჩვენთან არ იციან, მაგრამ ეს კულტურა არ არის. აი ხელ ვენაცვალე ყველა ხელოსანს, ყველა აი იმ ადამიანს, ვინც ახლა ჩვენთან რა სამუშაოებია სამწუხარო ჩვენ და ხელოსანი, გლოვო, ვოლტი, რაღაცები. ვერ ავწდით ამას რა, ისა რა ქვია. ანუ სადღაც ანუ ფიზიკურად ვერ იმას, აბა ის ხო არ იქნები რაღაცა ლომბარდში ხო არ იმუშავებ, აბა და ხალხს ხო არ გაამწარებ, რაღაცა ხო ხდებით. ანუ სულ არის მომენტები რა, რომ რაღაც ხელოსანი რაღაც, იმიტომ წესიერია ქართველი ადამიანი რა და ამ შემთხვევაში მამო ამ ადამიანის მამო მაგრამ იმდენად იყენებენ და იმ დღეში აგდებენ მამო 40 წლის ბიჭს რო გახედა მამო 70 წლის კაცს გავს იმიტომ რომ გაი საშინელი დღეში ყავთ მამო რა და არ არის ეს კარგი მამო რატო უნდა იყოს მაგალითად რატო ის ვიღაცა სპორტსმენი უნდა ვიღაცას აი რატო უნდა აგოს თელი ცხოვრება მეტლახიან რაღაცა ხო მაგრამ აი ამის იქით არ არის სამსახური მაგიტო მინდია კი მაგრამ აი მოდი გიო
ჩვენი წარმატებული, აი ვთქვათ ახლა ჩვენი უწარმატებულესი გამოდგა აგერ ღმერთის მადლი დალოცოს ხალმა ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია, ხო? აი ხვიჩა კვარაცხელია სნაირი, აი მინდა გითხო. მაგაზე ნაკლები ნიჭიერი ფეხბურთელები ყავს საქართველოსგანა? გამართლებაზე მარტო არ არის გიო, შრომაზეა. ხვიჩა იშრომა ხვიჩამ და შრომობს. და აი ეს არის რა, შრომა გვინდა ჩვენ, აი ჩვენი მამარდაშვილი ამას ამბობს რა. მერაბ მამარდაშვილი რომ ჩვენ გვიჭირს ბოლომდე საქმის მიდევნება ქართველებს. და ვიწყებთ რაღაცას კარგად და მე აღარ შეგვიძლია და დილეტანტები ვართ რა ყველაფერში. აი ხვიჩა თავის საქმის პროფესიონალია. აი ესეთივე პროფესიონალი უნდა იყოს შენი საქმის რა. ბოლომდე უნდა მისდიო და აი დღეღამეზე უნდა ასწორო. თუ ხარ მღვდელი, უნდა ვიყო მაშინ კარგი მღვდელი რა. ხო, არა, კარგი მღვდელი უნდა ვიყო. თუ ვარ ჟურნალისტი, უნდა ვიყო კარგი ჟურნალისტი. ერთი პროფესია უნდა იცოდე. კარგი ჟურნალისტები რო არ ფასდები. ხო და გია, არა, იცი რა არის? ეს ისეთი თემა, იცი რა, დაფასდება აუცილებლად, მაგრამ დრო ჭირდება რომ დაფასდეს. მოდი, იმას თუ საზღვარგარეთ 10 წელიწადში დაფასდება, შენ 20 წელიწადში შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ მიდევნება უნდა პროფესიას და ღმერთი მოგცემს. ხო, ერთ და იგივე საქმეს წლები თუ აკეთებ. ასევე მოდი ესე ვთქვათ რა, რატო არის რომ ისა რა ქვია, ჩვენთან მანქანის ხელოსანთან ვერ მიგიყვანია მანქანა ნორმალურად, რატო არის ეს დილეტანტობა? მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის ისინი ყავს ხელოსნები, ხო? ყველგან რაღაც სფეროები გვაქვს, სადაც უნდა იკითხო, აბა ეს როგორაა და აი პროფესიონალობა აკლია ჩვენს ქვეყანას და ეს არის პირდაპირ შრომასთან დაკავშირებული და აი მე ჩემ თავს ვეძახი რომ მე არა საკმარისად ვშრომობ ჩემი მიმართულებით. მე სხვას რა უნდა მოვთხოვო რა? ანუ ხო და აი მოდით ესე ვთქვათ რა. ჩვენ ვთქვათ ვინ რა პროფესიის ვართ და რამდენად ვიცი ჩვენი პროფესია რა. რამდენად ვატარებთ გადამზადებას მუდმივ ჩვენსას და ვიზრდებით. დიახ, იმიტომ რომ შენ საქმეში უნდა იზრდებოდე. საქართველოს ეგ ცუდი აქვს, მაგრამ. და არა გვაქვს, არა. ძალიან დიდი ბოდიში გახდა მღვდელი, გონია რომ იმის აღარ უნდა ისწავლო. რა მე მღვდელი ვარო, რა. და მე შეიძლება უცბად რაღაცა დაგელაპარაკოს და მიხვდე რომ არა პირიქით სულს და სხვათა შორის აი ჩემთან უფროსები ვინც მოდიან მამო ისეთი მღვდლები ხო და გეფიცი აი მამა ალექსანდრე ბოლქვაძე და ის სულ კითხულობენ იქამდე რაღაცა და როგორ მომწონს იცით მამო სულ რაღაცა რა შევიმეთქე მე შენ რაღა გამზადება გინდა ჩვენი მშობელი ხარ ამის ყოველას აკეთ გვასწავლი 50 წელია არაო წარმოიდგინეთ აი რამხელაზე აი რო არ ტყუდება რა ისა ბოროტისაგანო ხო შეუძლია დაგაჯეროს შენ უკვე მღვდელი ხარ და მიდი ისაუბრე არა სწორი ბრძანდები აი ხო აი ეს გვაკლია გიორგი ჩვენ ესე იგი უფრო მეტი დრო გვინდა მე ჩემ თავს ვეუნები უფრო მეტ დროს ვახმარ ესე ვთქვათ გართობას ვინემ იმ პროფესიონალურ განვითარებას რომელიც მუდმივად უნდა მქონდეს და მიუხედავად იმისა რომ სულ ჩართული ვარ სულ აი შეხვედრებზე ვარ სულ რაღაცა კონფერენციები არის სულ რაღაცა მიმართულებები არის სადაც აი ისეთ გარემოში ვარ ხო ჩემ თავში ამ ნაკს ხედავ და მე თუ ამას ხედავ სხვამაც უნდა დაინახოს რა რომ მუდმივად უნდა ვითარდებოდე მე და აი ვთქვათ სტომატოლოგი ვარ თუ რა ვარ სულ უნდა დავდიოდი კონფერენციებზე საერთაშორისო შეხვედრებზე ახალ ლიტერატურას უნდა ვკითხულობდე ახლა უნდა ვითარდებოდე ესე იგი მუდმივად უნდა სწრაფვა უნდა იყოს რა და ესე იგი გადამზადება საკუთარი თავის და აი მაშინ დიახ აი ეს გვაკლია ჩვენ გვქავდებით ერთ ადგილას და ეს არაფრით არ გამოდგება და ადამიანი სულ უნდა ეჭიდებოდე და უნდა ვითარდებოდე და ვინც ამას აკეთებს მას კარგად აქვს ესე ვთქვათ როგორც ფიზიკურად არის ყოველ შემთხვევაში არ იქნები მამაო იცი რა მხრივ არ იქნები იცი რომ არ დაიწუწუნებ იმაზე თავარია შენი საქმე გიყვარს იმიტომ რომ აი ჩვენთან მამო ეხა არ მინდა რომ თქვა ეხა არ იმაშვები ხოლმე მაგრამ აი ამ ტელევიზიას აქვს ისეთი ხაზი რომ არავინ არ უნდა გავანაწყებთ არასდროს რა აი ამ ტელევიზიაში ხდება ის რომ ჯერ პროდიუსერებიდან აი ძალიან დიდი მადლობა ილია ჩაჩიბაიას წეღარო გითხარით აუცილებლად უნდა ავახსენო რომ სადაც შეიძლება რომ ეკლესიას გვერდში დაუდგეთ მამაო ყოველთვის სასულიერო პირი აქ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი აი არც ერთი ტელევიზია არ არის ეგეთი სადაც სასულიერო პირი არის უპირატესი რა გამორიცხულია რა მე რაღაცა დროებით შეიძლება ვიღაცა სადღაც დასჭირდეს აქ ჩვენთან სულ არის მამო 10 და 12 წელი წარმოიდგინეთ
2 და 3 საათი მე და სასულიერო პირი რომელ ქვეყნის რომელ ტელევიზიაში ზის აი მითხარით მუსლიმურ ქვეყნებში აიღეთ დემოკრატიული არადემოკრატიული ნებისმიერ სადმე დასვავენ სასულიერო პირს 3 და 4 საათი მამაო წარმოიდგინეთ და მადლობა ამისათვის აი ილიას ეხა დღესაც დრო ჩემი არ იყო გამოჩნდა და აი მღვდელი იქნებ მოიყვანო აი ესეთი მიმართულება ესეთი ხალხი აი ხშირ შემთხვევაში მე ყველაფერს აკეთებს ბოროტი რომ ეს ტელევიზია დაიხუროს ეს გადაცემა დაიხუროს მე წავიდე ის წავიდეს ის წავიდეს აი ადამიანები მართლა აი რიმით მუშაობენ თელი გულით რომ რაღაცნაირად იციან რომ ღმერთს ახარებენ აქედან და მადლობა ღმერთს რომ აქ მომიწე ხა მე რომ სადმე ნებისმიერ ადგილას შემოთავაზონ მამა აი გეფიცებით ყველაფერს უფლის წინაშე მამა ძალიან ბევრჯერ ვთქვამ სხვადასხვა არხებზე ხა არ მინდა დავასახელო ცოტა ჩვენი მონათესავ არხებიც რო არის მაგრამ არასდროს იმიტომ რომ აი აქ რაღაცნაირად იმისავით არის რომ ჩვენთან პატრიარქი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აი შეხედეთ მამაო რა 10 სურათი და 20 სურათი ყოველდღე გვინდა და ყოველდღე ვანახებთ ხოლმე რომ პატრიარქი არის უმნიშვნელოვანესი. აი მადლობა ამ ხელმძღვანელობას რომ აი ამ ყველაფერს მამაო აძლევს ნებართვას. ძალიან რთულია და ამიტომაც ეშმაკი იბრძვის მამაო. აი ამ სიკეთეს რომ ბოლო მოუღო მამაო. გეფიცებით ყველაფერს რა წარმოიდგინეთ რა რომ აი იცით ამ ხელაბრძოლა ქონია მამაო მატერიალური ის თქვენ არის დაშენობებში ვიყავით მაგრამ აი წარმოიდგინეთ რას არაკეთებენ ხო რომ აი შევიზღუდო და მადლობა ღმერთს ხა ეს არ მithქვამს და მინდა რომ კიდევ ჯერ პატიმრების იმისთვის მამაო როგორი გახსნილი არის რომ სულ ყოველთვის მაგათ ენაცვალო ჩემი სიცოცხლე აი ეგ ჩემთან ცხოვრებაში ერთ პრეტენზია არ უთქვიათ რომ აი ეს მამაო ან რაღაც აი გამორიცხულია მამაო და მადლობა უფალს რომ ესეთი საშუალებები არის აქ და აი ყველა იმ ხელმძღვანელს აბსოლუტურად ირმადან დაწყებული რომელიც იყო სანამ პოლიტიკაში წავიდო და ყველანი აბსოლუტურად ამათ მააწყეს ეს ჩემი დირექტორია ყველაიანად აბსოლუტურად ეს ადამიანები ვინც უშვებენ აქ ბიჭები ზემოთ რო არიან და გოგოები ანგელოზივი ხალხი აი ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისად ბოდიშვიხდი რომ ესე იმას ვქენი და თუ შეიძლება თან ყველას აი მე აი რას თქვენ აღნიშნეთ მინდა ავონიშნო აი ორ სასულიერო პირს მოგიყვან ერთი არის მამა კირიონი არის ხופში წინამძღვარი მამა თომა არის წალინჯიხაში უბუჩი არის ვერ უზრუნველყოფთ რომ მოვიყვანო ეგ ადამიანი აი რა მინდა გითხრათ ერთს ყავს 9 შვილი წალინჯიხელ მამაოს ამას 8 შვილი ყავს მამა კირიონს ახლა როგორი არის ახლა 9 და 8 შვილი როგორ უნდა არჩინოს მდელმა აი თაიქ იცით რა არის მე მინახია მათი შრომა რა ესე იგი მგლობათ ხომ მგლობენ არაჩვეულებრივად დღე და ღამე მიწასთან, მეფუტკრეობასთან, საქონელი, ესე იგი და არიან მამაო, ძალიან ისე არიან რა. და ეს ამ პროდუქციას აბარებენ და შრომობენ მამაო. არსად არა მიწას არიან შეჭიდებულები და რო შეხედავ, გაგიხარდება კაცო, ესე წარმატებული ის და სხვა თუ ხარობს მე ამ შემთხვევაში ვამბობ, აი, აბა გადახედე საქართველოს მიწას. სხვა ყველა ხარობს და ჩვენ რატო არ უნდა გავიხაროთ ქართული მიწი და აი ჩვენი სასულიერო პირები რომელნიც არიან ესე ვთქვათ რაიონებში არიან მაგალითის მიმცემი მრავალთათვის რომელნიც აი მიწას არიან შეჭიდებული და მე რო გულირიფში მეცხოვრა მე ვიქნებოდი ღვთისნებით თუ სასულიერო პირი და მაგარი ფერმერი ვიქნებოდი აუცილებლად ძალიან აი ტრაქტორები სხვადასხვა მანქანები მეყოლებოდა ვიშრომებდი ძალიან სერიოზულად დავამუშავებდი მიწას და შემოსავალი მექნებოდა ისეთი არის შრომა არის გიორგი საჭირო მიწა მოდი ესე ვთქვათ რა რო დაირღვა ეს საბჭოთა კავშირი საქართველოს სახელმწიფო მე რამდენადაც მახსოვს ყველას გადაცა მიწა თითო 2 ჰექტარი მიწა ყველა გლეხს აქვს ბატონო საქართველოში დაამუშავე კაცო ეს მიწა ეს მთავრობამ ესე იგი მოიღო სიკეთე და რამოდენიმე წელიწადი დაუმუშავა. ეს იცი როგორი რაღაცა? ღმერთივით საჩუქარი არის ადამიანისთვის. მე თუ მიწას დამიმუშავებ, საწვავი ჭირს იქა, ხო? მეტი აბა რა თოხია, აბა დილის 5 საათზე გლეხი მასე თუ არ არის ყანაში გასული. და არ თოხნის და არ იმაშვება. აბა იმ დროს არის და როცა გასათოხნია, მაშინ უნდა გათოხნო. სოფელში რო ჩახვალ და ქათამი არ აყავს გლეხს ახლა. ნორმალურია ესა? ქათამი ხო უნდა ყავდეს არა კაცო სახში და ესე იგი რაღაცა მეურნეობა უნდა გქონდეს. უნდა იყოს ეგ მამაო რომ დაბრუნდნენ ეს ადამიანები. უნდა იყოს და უნდა შრომ აი ახლა იქ რო 18 საათი მუშაობს. ხო. აი ჩემი ემიგრანტები შემოგევლეთ ხო? ყველაფერი ახლა ჩემზე უკეთ იციან 18 საათი თუ იქ მუშაობდა 16 საათი იქ მუშაობ ემიგრაციაში მაგდენი აქ ერთი იმუშავე რა და იგივე გექნება
და შეიძლება მეტიც და ჩემთვის უთქვია. აი, კივილი არ გექნება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ კივილი, იმიტომ რომ ემიგრაცია ძალიან დიდი ტკივილია. მაგარი ეს არის ჯვარცმული ხარ კაცო არა თავის გადადება ესე იგი ჯერ ხოლ ტოლვილიო რო ვარ ჩემ სამშობლოში თუ დევნილი ვარ თუ რა ქართველებში როგორი მოსათმენია ჩემ სახში ვერ ბრუნდები და უცხოეთში ხარ და ამდენი მოთმინა და ეს არ წახვიდეთ ამიტომ სამშობლოდან ხალხო არ წახვიდეთ სამშობლოდან თან ის ნაწილები რაც სუდათ ექცევია რას ამბობ კაცო ახლა შე რატო გონია იმას რატო აქვს თქვა იგივე პოლონეთს გახსნილი სამუშაო ვიზა ქართველებისთვის მუშახელი ჭირდება კაცო აგერ პროფესორი ჩაუვა მძღოლად იქა რა ტაქსისტად რატო ასეთ კეთილშობილ ხალხს ვინ დაუკეტავს რას ლაპარაკობ რომელ იმაზეა დაკეტვა მუშახელი ჭირდებათ უპატიოსნესი ქართველი ხალხი რა რომელნიც ჩადიან და ემსახურებიან და ესე იგი ქმნიან ეგ ეშმაკის და იცით როგორი რამეა იცით რამდენს იქ რომ საბუთი მოიპოვოს ქართველმა იცით რომ ქართველები ინახავენ პოლონეთის სახელმწიფოს რამხელა გადასახადს იხთ ის რომ საბუთი აიღოს იცი რაღაცა ის რომ აიღოს 2-3 წელიწადში საბუთი უნდა იხადოს ძალიან ბევრი ფული მე რა ქვია რა მაგას დამოვისტა მაგ სახელი და რატო არა კაცო სიტა ხო რაღაცას ეძახიან მოკლედ რომ მოგცეს დროებით საცხოვრებელი და რაღაცა ხო საბუთით იქამდე ვერ გამოხვალ იქიდან შენ იმიტომ ვერ გამოხვალ რომ უნდა იმუშაო იქ არა და უნდა გადაიხადო თან და რასაც შეულობ იმის ნახევარი უნდა გადაიხადო ჩათვალე რა უნდა რომ ის საბუთი მოიპოვო და რატო არა შეიძლება ასეთი იაფი მუშახელი ტრან რომელიც სახელმწიფოს უხდის ესე იგი ინახავს რა და დიდრდება ის ქვეყანა ბატონო იაფი მუშახელი და ამ შედანდანით რა და მოკლედ აქ იმას ვამბობთ რომ ჩვენ სამშობლოში ყოფნა არის ძალიან დიდი ბედნიერება და თუ ჩვენ რამე გვაკლია რწმენა გვაკლია ძმანოდანო აი ახლა ამდენი საუბარი გიორგისთან ხა ეკონომიკური ექსპერტები კი არა ვართ რა იმიტომ საუბრობთ რომ რწმენა გვაკლია რწმენა არა გვაქვს რა იმიტომ რომ როცა შენ ლოცულობ შენ გიმრავლდება ყველაფერი და როცა შენ ღვთის წინაშე დადიხარ ღმერთი გაძლევს ყველაფერს რა იმდენს გაძლევს ამდენი შენ ჭირდება როგორც შულს არ მიცემ შენ მილიონს რომ მწონდეს და ღმერთს აქვს ულებად ყველაფერი და იმიტომ არ მიცემ რომ შეიძლება დაიღუპოს ღმერთმა იცის ჩვენ რამდენი გჭირდება და მამაო ჩვენოს მლოცველს ღმერთი გვაძლევს იმდენს რამდენიც არის ჩვენი სულისათვის საჭირო და ჩვენი ფიზიკური არსებობისათვის ამიტომ ის არ ქონაც სულიერი ესე ვთქვათ წრთობა რომ ავიხედოთ ღვთისაკენ იმ პერიოდში რა და მამა გაბრიელი ამბობდა ეს ჩემი სიტყვები არ არის ღმერთი ჩვენ გვინგზავნის განსასწელს რომ წმენა გაგვიძლიერდეს ქართველები ევროპაში მივართო წმენის გაძლიერების ნაცვლად აი ჩვენ ეგ გვჭირდება წმენის გამტკიცება გვჭირდება ძმანოდანო და მაშინ ყველაფერი დაალაგდება ყველაფერი იქნება კარგად და კიდე უკეთესად ვინმე ჩვენ წარმოგვიდგენია და თუკი მე ვიცხოვრებ ქრისტეში ვიხილავ ღვთის დიდებას ჩემს ცხოვრებაში გამრავლებულს გაკეთილშობილებულს და ყველაფერი იქნება კარგად ამაში მერწმუნე და ამას არაფრის ძიება არ ჭირდება ქართლს ამის ოქროს მაგალითი გვაქვს ჩვენ დავით აღმაშენებელი ეს ქვეყანა არის დავით აღმაშენებელის ქვეყანა მის წინაშე გვაქვს ჩვენ ესე ვთქვათ ანგარიში ჩასაბარებელი რამაგრა ჩაობარით იქ და აღმაშენებლის გამზირზე რამაგრა გვაქვს ჩაბარებული ვინები ცხოვრობენ ხო და მე დავით როგორი საქართველოს ჩაიბარა დავით როგორი საქართველოს ჩაიბარა დარბოდა ვინმესთან და მიშველიო ეუნებოდა თუ თავის იმედი ჰქონდა რომ ღმერთის მოწუნე თუ იქნებოდა ღმერთი მას შეეწეოდა და შეუძლებელით რომ დაშლილი დაქუცმაცებული ქვეყანა ვაქციეთ ქრისტიანულ ესეთ მშვენებად რა ოქროს ხანა ქვია ამ პერიოდს და დავითის დარწეული იყო და თამარის და აი ეს ამიტომ არაფრის ძიება არ ჭირდება ქართველ ადამიანს და ჩვენ უნდა ვეძებოთ ის გაკვალული გზა რომელიც რომ გაიარა ჩვენმა წინაპარმა და ის უცხოელი ჩვენი ტრადიციით ცხოვრობს და ჩვენი ცხოვრების წესით ცხოვრობს ჩვენ რომ სამწუხაროდ ეს მაინც ხო არ არის ისა რა ქვია რა რისგან არის რომ ჩვენ ვბაძავთ უცხო ქვეყნის ტრადიციებს და ვემსგავსებით მათ ჩვენი ქცევით საუბრით ლაპარაკით და ჩაცმულობით როცა უცხოელი შენსას ეძიებს იმ ნამდვილს ტრადიციულს ქრისტიანულს ღირებულს გამიგე აი ეგ არის მთელი პრობლემა რომ ჩვენ როდესაც ღირებულებას
ღირებულებათა ესე თქვა ფასეულობაში წინ ვაყენებთ რაღაცა მატერიალურს და ღმერთი გადმოდის სხვა ადგილას, აი ეგ არის პრობლემა უკვე რა, იმიტომ რომ სადაც გინდა იქი არის და რამდენიც გინდა იქ იშოვე. თუ ღმერთი არ იქნება პირველ ადგილას, მაშინ ვერაფერით ვერ შეერგებ ამ თუნდაც რომ იშოვო უამრავი და ვერ მოემზადები მარადიული სიხარულისათვის, რომელიც აქ გეწყება აი ამ ქვეყანაზე და აი ამ ქვეყანაზე უნდა გახდე ბედნიერი და უნდა გიხაროდეს, იმიტომ რომ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. მაგრამ უნდა მადლობდე ღმერთს და რომ მადლობდე, მადლობა არის ბედნიერების საწყისი და სიხარულის საწყისი და დღეს ნათლისმცემლის შობა არის და ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ჩვენი პატივცემული მოძღვარი მამა ცოტნე თვარაძეს დაბადების დღეც არის და ჩემგანაც დიდი სიყვარულით მამა ცოტნე თვარაძეს ულოცავთ ამ ღვაწლმოსილ მოძღვარს მამა ელისეს და დედებს მიულოცავთ კი ბატონო ავჭალის მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ავჭალის მონასტრის მამა ელისეს ჩემი ლექტორი იყო მამა ელისე სიხარულებრივი და კი ბატონო და დედები და სასწაული დედები ყავს იღუმენია სხვათა შორის მამაო და მაპატია ძალიან დიდი ბოდიში მამა გიორგი ქობალიას რომელიც იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი იყო სამწუხაროდ ჩვენ და ეხლა სხვა ტაძარში გადაიყვანეს იმედია დაბრუნდება უკან იმიტომ რაღაც ბევრ სამართლობას ჰქონდა მან ადგილი მაგრამ ეს უნდა მეთქვა აუცილებლად და ძალიან უყვარს იოანე ნათლისმცემელი და მიულოცა მამა გრიგოლი იყო კიდე და იქ ბევრი ისეთი სასულიერო პირები არიან დიახ და აი ეს სიხარული ნათლისმცემლის სიხარული მოფენოდეს სრულიად საქართველოს მოფენოდეს ჩვენი ესე იგი სინოდის წევრებს ჩვენს უნეტარეს რა თქმა უნდა მეუფე შიოს მოსაყდრეს ჩემს მოძღვარს მეუფე დანიელს და ყველას მოფენოდეს და ყველა ძლიერად და ყველანი კარგად ყოფილიყავით და ღმერთმა ესე იგი გაგვაძლიეროს იოანე ნათლისმცემლის შობას ისეთი სიხარული პატიმრებს მიულოცავთ რა თქმა უნდა სიხარულს და ღირგძელობას უსურებ და გამძლეობას ჩვენს ესე იგი ტყვედ-მყოფ ადამიანებს რომელნიც ესე რთული არის ადამიანისთვის გალიაში ყოფნა ესე ვთქვათ ადამიანის სხვა პირობებისთვის არის დაბადებული და მშვიდობიანად გადაგეტანოთ ეს ყოველივე და ღვთისდიდებით და მადლიერებით და ისეთი უკეთესები და უფრო ძლიერები გამختარიყავით აი ამ ლოცვით და პატიმრობაში იმდენს ლოცულობს ადამიანი რომ და იმდენს კითხულობს რომ ეს მერე გამოდეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამტკიცებულიყავით სულიერად და რაც ყველაზე მთავარია რომ ჩვენს ერს ყავს ისეთი დიდი მოძღვარი და მამა რომელიც ესე იგი მაგალითის მომცემი არის მუდმივად და ჯვარცმული არის ჩვენთვის და ყოველთვის როგორი სითბოთი გვზდიდა და ახლა ვაცნობიერებთ ამას რა როცა მოკლებულნი ვარ თითქოს ეს ბუნებრივად იყო ყველაფერი და არა და არ არის ესე ბუნებრივად ეს სიხარული უნდა დავაფასოთ ამიტომ რა კაცი რომელიც სიყვარულს გჩუქნის უნდა დავაფასოთ და ისე ვამბობ რომ ჩვენ ემიგრანტებო თქვენ გვჭირდებით სამშობლოში და თქვენ იქ არავინ არაფერი ხო მამა აი სწორად რო უთხრათ რომ იცი რა გჭირდებით თუ გვენადებით და თან კიდე ისინი რო არ არიან მამაო ჩვენთან დადიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ამასთანავე სხვა რელიგიები და და გვინდა რომ თქვენ იყოთ იმიტომ რომ რამდენ ადგილასაც ამდენი მართლმადიდებელი იმდენი ღვთისწყალობა იქნება აბარა და იცი რა არის მე ისე ვამბობ რომ ჩვენ ერთმანეთ ღმერთმა იმიტომ დაგვბადა აქა ხო შენ მე და შენ იმიტომ დაგვბადა გიო რომ მე და შენ ერთმანეთზე კეთილი ზეგავლენა უნდა ვიქონიოთ ჩვენ ერთმანეთისთვის ვარსებობთ ჩვენ მოყვასნი ვართ ერთმანეთის და ამიტომ უნდა დაბრუნდეთ სამშობლოში დროულად სუყელანი უნდა წამოხვიდეთ საქართველოში და დაიწყოთ აქ ესე ვთქვათ ის გაცდენილი წლები უკვე რომელიც გააქვთ გაცდენილი ის ესე ვთქვათ დაიბრუნოთ იმითი რომ ისევ ესე ვთქვათ დაეწაფებით თან მამაო ბოროტის ერთ-ერთი გეგმა არის რომ ქართული ეკლესიები მართლმადიდებლური დაცალოს მამაო ეს ადამიანები რო არ არიან აქ ეს ეკლესიები იცლება იმას როგორ დაცლის მნიშვნელობა არ აქვს იქ ვიღაცა მღვდელზე ცუდ სიტყვის მაგით გაიყვანს თუ თქვენ უბრალოდ ფიზიკურად ეგ უფრო კიდე უარესი არის რომ ფიზიკურად უბრალოდ რო არ ვიქნებით ხო აქ ჩვენ თანადგომა გჭირდება ჩვენ ძმებს გჭირდება აი რო გამოიხედები და მარტო რო ხარ და ირგვლივ აი პაკისტანელი და ის ტურისტები რო დადიან და რაღაც ფოტოებს იღებენ და რაღაცა და ისა
არ არის ეს მინდა რომ თქვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ. აი მამები მაგის გამო ძალიან ბევრ შრომობენ რომ აი უცხოეთში იმაში იმიტომ დადიან და ჩაი თუ შეგიძლიათ რომ ისე აი ჩვენი ეკლესია რაღაცნაირად ისევ გაავსოთ. გავსებული არის, მაგრამ თქვენთან ერთად გვინდა რომ ვიყოთ. თორემ მეტი კი არაფერი მამო იმათ არ ეგონთ რომ რაღაცა იმაზე სადაც გინდათ იქ იყავით უბრალოდ დაბრუნდით უკან. დაბრუნდით კაცო, ღვინო დაწურეთ, მევენახეობას მოგიდეთ ხელი, მესაქონლეობას. ახლა 3-4 საქონელი თუ ყავს ძროხა. ოქრო გაქვს სახში ჩათვალე რა, ოქროს ქარხანა რა. იმიტომ რომ ყველი კაცო, ნატურალური, ყველი ყველას ჭირდება. ეს ძროხა რო ყავს, გიორგი, მე ღორსაც იყოლიებ, იმიტომ რომ იმას წრაკა ხორჩება. იმ წრუქით გაზდი მე გოჭებს. გოჭებით, ესე იგი, ხო ისეთი თემაა ხა თითქოს რაღაცას. ხო, არა, სწორად. მაგრამ გოჭები რო წრუქით გაზდილი გეყოლება, სახში მოგაკითხავენ. და ის 10-14 როყრის და წელიწადში 60 ჯერ იგებს ღორი, 3-4 ღორიც რო იყოლიო, ეგ არის რა შემოსავალი კაცო. ერთი ისა რა ქვია, ქათმებიც იყოლიე, მე მიწაც სიმინდით ქათმები გეყოლება, ნატურალური გექნება ყველაფერი. ყველაფერი შენი უნდა კონდეს სოფელში. ნატურალური უნდა კონდეს სოფელში რომ სტუმარი მოვიდეს, მზად უნდა იყო, ქათამიც უნდა ყავდეს და ყველაფერი უნდა ვიშრომოთ რა. გიო, თუ ვიშრომებთ, ეს მიწა მოგცემს კაცო, ეს მიწა დალოცვილია და ღმერთი ვიწამოთ. ახლა ბირჟაზე თუ დავდექი და მარტო ტელეფონი დავიჭირე ხელში, ეს არაფერი არ არის რა თქმა უნდა და შრომა არის საჭირო და ამიტომ ეს მიწა დიდი წყალობა ღვთისა და ჩვენი წინაპრები 100 ძროხა ყავდათ ხოლმე კაცო. თემები ცხოვრობდნენ. შვილები 15, იმათი შვილები, იმდენ მიწას ამუშავებდნენ გიო. ბევრი ცხარი ძროხა კამეჩი ყავდათ და შემოსავალი ქონდა კაცო ჩვენს წინაპარს და ყოველთვის ძლიერი იყო ჩვენი წინაპარი და იმიტომ იყო რომ აი ესეთი ძლიერი იყო ყოველთვის საქართველოს და იმიტომ ვქნიდით ამ ყველაფერს. აბა სხვა კი არა გვაძლევდა ამ იმას რა ქვია შესაძლებლობებს რა. გამამო ეს პაუზები ხო ხალხს არ აჩენს ამ ქვეყნად. 10 წელი რომ მამა წავა, დედა წავა, ხო შვილი ხო აღარ ჩდება მამაო, ხო? ანუ ქართველი აღარ მრავლდება და შემოდის ვიღაცა სხვა იმიდან. რაცა უნდა ილაპარაკოთ, აი დაამახინჯეს საქართველოს ვიზუალით რას გავს რო გაივლით, ხო? ისეთი ადამიანები დადიან, ადე რო გავდიოდი მთელი საქართველოს მცნობდა და ეხლა ლამის ინდოეთში და იმაში წავიყვანო გადაცემები რომ რაცა მიწა ინდონი დადიან, არაბი, პაკისტანელი ისო ვეღარ გცნობენ რა. ტიპები როგორ უნდა გიცნოს ეხლა ერთხელ გამიღიმა ვიღაც ინდოელმა და ჩემ მეგობარებმა საიდან გაგიღიმაო და მივთხარი ჩემ გადაცემას უყურებს თქო, ხო? ისე ხუმრობით, მაგრამ ნუ ეგრეა რა ვქნა და სამწუხაროდ ჩვენ და ჩამოდით, იმიტომ რომ ჩვენ ადგილს ჩვენ რო გავდივართ, ავსებს ის სხვა ერთთან მე თქვენ გეტყვით ეხა ბრიტანელი ჩამოვა და შეავსებს. ისეთი ცუდი ნაროდი ავსებს აქაურობას ჩვენ ადგილს, რომ აი ძალიან ის არის რა, უმნიშვნელოვნად ცუდი არის რა თან რა. ძალიან ანუ ცუდი ადამიანი თვითონ არ არსებობს, მაგრამ თვითონ აი რაღაცნაირად ისე რომ აი რო არ უფრთხილდებიან საქართველოს ესეთი ხალხი იმაშობიან და გეხვეწებით ჩვენ ვიყოთ რომ გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ეს ანანებელი გაგვიხდება, როდესღაც აუცილებლად. ბოდიშვიხდი მამა, აი 3 წუთი დარჩა ბოლო და რას იტყვით რა. თუ აი ჩვენ უახლოვდებით პეტრე პავლოვის მარხვის დასასრულია, უკვე ბოლო კვირაა და აი კიდევ ტრადიციული თხოვნა გვაქვს მრევლთან რომ ძმებოდა დებო რომ ყველამ ვისაც არ გიმარხულიათ რაღაც მიზეზების გამო, რაღაცა ვერ მოახერხეთ თუ მოგზაურობაში იყავით, თხოვნა იქნება რომ ყველამ აი ამ წუთიდან დაიწყეთ მარხვის შენახვა, ძალიან მარტივია, ესე ვთქვა, თევზი იჭმევა, ოთხშაბათს და პარასკევის გარდა და გელოდებით ტაძარში, რა თქმა უნდა რა. აუცილებლად რომ ეზიაროთ, რადგანაც ზიარება არის მარადიული ეს არის ის მდგომარეობა, როცა შენ მარადიულად უნდა ეზიარებოდე ღმერთს, როგორც აქა ისე მარადისობაში და მარადისობაში კიდე ზიარების გარდა არაფერი აღარ არის რა. იქ სულ ღმერთის შეცნობაში ხარ და იმ ღვთის დიდებაში ხარ და იმ სიხარულში, რომელშიც უნდა ვიმყოფებოდე და აქედან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, ეს ბედნიერება და აუცილებლად ყველა უნდა ვეზიაროთ პეტრე პავლობას და ვისაც არ გიმარხულიათ, გთხოვთ რომ იმარხულოთ და ყველას გელოდებით რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ტაძარში, ისე ყველა ტაძარში, ყველა მოძღვარი გელოდებათ თქვენ სულიერ შვილებს. შენდობას თხოვთ რომ ვერ ვახერხებთ, მუდამ დაგირეკოთ, მოგიკითხოთ. თქვენ როგორ გიყვართ ხოლმე თან, აუ თქვენი მრევლი მართლა განსაკუთრებით სხვანაირია. მართლელი გულით აი მოვიკითხავ. გაიხარეთ და დიდი სიყვარულით, დიდი ესე იგი მონატრებით
გელოდებით რა თქმა უნდა ყველა ტაძარში რომ თქვენს სიხარულში მივიღოთ მონაწილეობა და გავიხაროთ ყველა მარადიული სიხარულით რომელიც უფალს მოაქვს ყველა ჩვენთაგანისათვის და ყველა ჩვენი სათხოვარი, ყველა ჩვენი ფიქრი უნდა მოვიტანოთ უფალთან, რა თქმა უნდა და უფალს შევევედროთ და უფალი დაგვეხმარება და შეგვეწევა, რა თქმა უნდა და მოციქულების მარხვა ესენი არიან, ვინც ეს ის ხალხია, ვინც შექმნა, თქვათ, დედა ეკლესიის, ესე ვთქვათ, ზღუდე გარემოავლო თელს დედამიწაზე მართლმადიდებლურ ეკლესიას და აი მათ ვევედროთ, რომ გაგვაძლიერონ რწმენაში, განგვამტკიცონ რწმენაში და დაგვიცვა და დაგვიფარონ ჩვენმა მოციქულებმა ჩვენი ოჯახებით რა და გელოდებით და გვიყვარხართ ყველანი ძალიან დიდი მადლობა გიორგი ასეთი შესაძლებლობებისთვის რომელსაც გვაძლევთ და გაიხარეთ და ირეგზელეთ მადლობა თქვენ ძალიან მიყვარხართ დიდი მადლობა თორეშვის ერთადერთი მრევლი არის რომელსაც შენარჩუნებს ის ტრადიცია რომ აი ყველგან ფეხით მიდიან ხოლმე აი იმის ხსენება რო არის ხოლმე ასურელი მამების და ამათი აი როგორც ისინი დადიოდნენ დავით გარეჯიში ონღვიმი რაღაც ყველგან დადიან ხოლმე და ძალიან მაგარია ეს შენარჩუნება ამის ძალიან რთული გახდა მამა იმდენად რთული პერიოდია და მადლობა რა თან არც საშუალება არც არაფერი მაგრამ აი ღმერთი აძლევს ამ ძალას და მამაოს მესმის მაგიტომ ამბობს აი რომ იმათ შეიძლება საშუალება არ აქვს მაგრამ ღმერთი ყველას აძლევს ძალას და მაგიტომ ამბობს უცხოეთიდან ჩამოდით იმიტომ რომ აქაც გექნებათ იმიტომ რომ თავისით საზღვრავს და სწორიც არის მისი რწმენიდან გამომდინარე საზღვრავს და უნდა რომ აქ იყოთ თქვენ მეტი ამის იქით არაფერი უბრალოდ უნდა რომ თქვენთან ერთად იყოს ბედნიერებას გისურვებთ არ გადართოთ აუცილებლად დაგიბრუნდებით მამა ექვთიმესთან და პატარა ალექსანდრე თქვენ რო ძალიან მაგრა გიყვართ იმ ადამიანებთან ერთად აუცილებლად შემდეგ საათში კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ამ ტელევიზიას რომ ამის საშუალებას გვაძლევს ეს არის აი ეკლესიის საათი არის ამ ტელევიზიაში საპატრიარქო საათი მე თავის დროზე პატრიარქმა მაკურთხა და ბატონ დავითს ცილიკიშვილია კიდე ჩვენი დირექტორი ირაკლი აი ვინც არიან აბსოლუტურად ყველას ძალიან დიდი მადლობა არ მინდა რომ სახელები გამორჩეს ბევრ ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა იმაში რომ დღეს აქ იყოს ეს საათი რა და დიდი მადლობა ამისათვის რომ აი ესე რაღაცნაირად სულ გვითმობენ ხოლმე და ყველა პატიმარს განსაკუთრებით მოვიკითხავ კიდე და არ გადართოთ შემდეგში კიდე საინტერესო გადაცემა გველის დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისათვის და ესეთი თემების წინ წამოწევისათვის უღრმესი მადლობა აი ყველა მართლა ემიგრანტის სახელი და იმით გიხდით დიდ მადლობას რომ აი მართლა მამაო არის ერთადერთი ადამიანი რომელსაც შუალედშიც 10 წუთიც არ არის ხოლმე იწერს ხოლმე რაღაცას რო ეტყვით თუ არ ჩაიწერა გამორიცხულეო ჩასვას წარმოგიდგენთ იმდენად დაკავებული დღეები აქვს და მადლობა მამაო ამისად შეიძლება ღამის 2 საათს დაურეკო სადღაც სახლის კურთხევაზე იყოს მე ესე თქვენარი მამაო არ ვიცი მართლა დიდი მადლობა მამაო სადასწრებთ არ ვიცი მაგრამ მადლობა ღმერთს და კარგად ზანდებოდ ჩემთვის აი ძალიან დადებითი და უმნიშვნელოვანესი და უმაგალითესი ადამიანი ბრძანდები და ყველა მღვდელი იყოს ესეთი დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენ და თქვენ მოძღვარს მეუფე დანიელს აუცილებლად დიდი მადლობა და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში არ გადართოთ